უკვე მე-9 დღეა თორნიკე გოგოლაძეს ოჯახი, ახლობლები და სამართალდამცავები ეძებენ. 21 წლის ახალგაზრდა ცემში ცხოვრობს, თუმცა 3 ნოემბრის საღამოს მეგობრებთან ერთად წეროვანის დევნილთა დასახლებაში, ნათლობაში იმყოფებოდა. რავი, იქ მე რა მოხდა, არ ვიცი. და დასხდნენ მაგიდაზე პური ჭამეს. რა მე უთქვია ჩემ ბიჭს რომ უნდა წავიდე მე აქ არ გავჩერდებიო და ამდღარ და წამოსულა იმ ბიჭს უთქვია რომ ვინც ეგ არ ჩასიძებული რომ ნუ წახვალო დღესო ნუ დარჩიო არა მე უნდა წავიდეო და წამოსულა სუფრა საღამოს 9 საათისთვის დატოვა. ამის შემდეგ თორნიკე აღარავის უნახავს. როგორც ოჯახში ამბობენ, არც სახლში და არც წეროვანში მას კონფლიქტი არავისთან მოსვლია. თორნიკეს მამა საკუთარ ვერსიაზე საუბრობს. წეროვანიდან მე მგონია იქიდან არ გამოვიდოდა. ის სადღაც მოსახლეობაში იქნება, იქ ქალი ყოლია ვიღაცა, სახლი ცოდნია. ხო და შეიძლება იქ მივიდა იმ ქალთან, იმას 4 შვილი დედა ყოფილა. რა ვიცი, აბა, ქმარი ყოლია. იქ რა მოვიდათ, რომ მივიდა ღამე, ამ ბიჭებს შეიძლება დაემარა და არ უთხრა იქ მივდივარო. ოჯახში ასევე ამბობენ, რომ უკვე მოხდა ქვეყნის საზღვრების გადამოწმებაც. მას ქვეყანა არ დაუტოვებია. დღეს თორნიკეს ახლობლებს კიდევ ერთი ინფორმაცია მიაწოდეს. ხადაგვირეკა გამომძიებელმა, რომ თორნიკე ასულა გზაზე და თბილისიდან მოდიოდა თანამშრომელი, რომელიც ცხოვრობს გორში და მუშაობს თბილისში და გაუყოლებია გორამდე წაუყვანე. ახალგაზრდა ბიჭი იდგა გზაზეო, ხელი გამიქნია და კი გაუჩერეთ ჩავიყვანი გორამდეო. გზაში ვილაპარაკეთ, გავეცნეთ ერთმანეთს და მისი ტელეფონის ნომერი მიუცია. თორნიკეს მიუცია მისი ტელეფონის ნომერი. ხო და ის რა ქვია, მე უკვე მისულა გორში და ეს ბიჭი კი დარჩა და ეს თორნიკე ჩამოუსვია გზაზე. ახლობლებიც და სამართალდამცავებიც თორნიკეს ძებნას განაგრძობენ. ოჯახი დახმარებას ითხოვს. ვთხოვ ყველას ვთხოვ რომ ეგება მაპონინონ ჩემი შვილი.